მოვისმინეთ მოსამართლის სარეზოლუციო ნაწილი. მისი განმარტებით მან არ გაიზიარა დაცვის ხარის პოზიცია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რასაც თავისთავად დაცვის ხარი არ და ვერ დავეთანხმებით. რაც ეხება სასჯელის დანიშვნის ნაწილს, მან იმსჯელა სასჯელის დანიშვნის ნაწილში, რომ თითქოს მან ვერ დაინახა მათი მხრიდან რაიმე სახის მონანიება, თუმცა მე ვერ ხვდები რა მონანიებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ხარ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ადამიანი მოდის, თავს გესხმის, აგრესიულად განწყობილი პიროვნება და შენ ცდილობ ეს ადამიანი მოიგერიო და შემდეგ ტერიტორიიდან გააძევო. კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იმსჯელა წინა პირობებზე რატომ განსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და არა მაგალითად ჯარიმა ან ნაკლები ვადი თავისუფლების აღკვეთა, ბუნებრივია მას არ უხსენებია ის, რომ ინდიას ყავს 13 წლოვანი შვილი, რომელიც მის ფინანსურ დამოკიდებული არიან მასზე და ის უზრუნველყოფდა მათ რჩენას. მას არ უხსენებია ის, რომ ამ 13 წლოვან ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს პარალელურად, რომელიც სრულიად ინდიას სხვისმგებლობა იყო. არ უხსენებია ის, რომ თორნიკე თოშყუა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსი მთავარი აუდიტორი, უფრო სწორად და იყო საჯარო მოხელე, რომელიც არც ერთი მათგანი სასამართლოები არ ყოფილა. არ უხსენებია ის ფაქტი, რომ არც ერთ ამ ადამიანს არ აქვს რელევანტური ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აქამდე დაკისრებული. არ უხსენებია ის, რომ ის პირველი დღიდან მოყოლებული თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მათ შორის იკითხებოდნენ პოლიციაში, მონაწილეობას იღებდნენ ამოცნობაში და არასოდეს არ გამოუჩენიათ ანტისოციალური მოქმედება არც ერთ ეტაპზე. ამ პირობებში რა გახდა იმის წინაპირობა, რომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა და არა ნაკლებად მძიმე სასჯელი, თუნდაც დაუშვათ, რომ გამომტყუნებელი გადაწყვეტილება მის ნაწილად გარკვეულწილად მაინც დასაბუთებული იყო, ბუნებრივია ცოტა რთული გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სადა გაიკეთებია განმარტება დარბაზის წინაშე. ჩანს დარტყმა თორნიკე თოშყუაზე, ჩანს დარტყმა ბექა გოცირიძეზე, ჩანს ხელი მიტანილი იმ ჯიბესთან, რომელშიც დანაა განთავსებული, ეს დაადასტურა ბექა გოცირიძემ მის ჩვენებაში სასამართლოს წინაშე. მან თქვა, რომ თვითონაც ურტყავდა ბიჭებს, დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა დანა, ნამდვილად აუვარდა მაშინ, როცა ამას ბიჭები ამბობდნენ და ამას დაცვის მხარე ამბობდით, დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ეს კონფლიქტი ორმხრივი იყო და მას არ მიუღია იმ ტიპის დაზიანება, რაზეც ის მოითხოვდა ვინმეს პატიმრობას ან სისხლისამართლებრივ დევნას. ეხლა ამ პირობებში სასამართლოს განმარტება, რომ ის ვერ დაიყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, ჩემთვის ცოტა რთულად გასაგებია, რა ალტერნატივა აქვს ადამიანის ნათქვამ არ განმიცდიათ კივილს ან ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ის, რაც მოხდა და გთხოვთ გაათავისუფლოთ პირები პატიმრობიდან, რა ესე ვთქვათ, ინტერესი წონის ამას და რა უფრო პრიორიტეტული ან ვისთვის არის ეს პრიორიტეტული, ჩემთვის გაუგებარია წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, მაგრამ გასაგები ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაუმატებთ პოლიტიკურ კონტექსტს და დავამატებთ იმას, რომ ინტერესი ბიჭების პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის მიმართული არ არის მხოლოდ მინდიას და თორნიკესკენ, მიმართულია შიშის თესვისკენ, რომ მათ აქვს სრული კონტროლი ისევე როგორც პროკურატურაზე, ასევე სასამართლოზე, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება საქმეში მტკიცებულებები, მათ შეუძლიათ უბრალოდ აქციაში მონაწილეობის გამო დაიჭირონ ადამიანი. ეს არის მესიჯი, ეს მესიჯი აღარ არის უკვე მიმართული თორნიკესკენ, ეს აღარ არის გადაწყვეტილება მიმართული მინდიასკენ, ეს არის განუსაზღვრელი პირთა წრისკენ, აქციის მონაწილეებისკენ, იმ ადამიანებისკენ მიმართული, ვისაც არ მოწონს ქართული ოცნება და სხვადასხვა დროს, მოდი ესე ვთქვათ, გაუბედავთ ამ პროტესტის და არ მოწონების ხმამაღლა გამოხატვა.